ამოჭრა მარლენმა ნეკნები, ასე ვთქვათ. ძალიან კარგად მოხდეს ესეთი რაღაცები, იმიტომ ჭამა მიყვარს კარგი. არ არის სუბი ხო? ზუსტად ის არის, რისთვისაც მოვედი. მე მგონი ის დრო არის, რომ ეს ჩვენი მომზადებული ჯადოსნური соуსი მოვასხათ რა. ბუნებაში მომზადებული საჭმელი მაინც სხვა არის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მონადირეებო, მოგესალმებით. ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე, ეს არის ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ტერიტორია, სადაც ძალიან ლამაზი იხვები დაფრინავდნენ, იმიტომ რომ ტბა არის გაყინული და მე და გოგას თვალი მოგჭრა. 3-4 მაისს მაგუნდმა გადაგვიფრინა, რომ კინაღამ გადავიფიქრეთ კულინარიის გაკეთება მე და მალემა. ჩვენმა მაყურებელმა ეს ადგილი იცის. კი, იცის. ყველა მონადირემ იცის ფაქტიურად, იმიტომ რომ აქ ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე ძაღლების გამოფენა და მე ვფიქრობ, რომ ყველა მიცითებს უკვე. ჩემო გოგა, ვინაიდან ეს არის დაცული ტერიტორიები, მოდი ისიც ვთქვათ, რომ დაცულ ტერიტორიებზე როგორც წესი, ცეცხლი არ ინთება ხოლმე მიწაზე. ვიტყვი იმას, რომ ან ამისათვის გამოყოფილი ადგილებია ხოლმე დაცულ ტერიტორიებზე, ან ვაკეთებთ მაყალზე, ან აი ესეთ ვარიანტში, როგორც ჩვენ ახლა გაზზე ვაპირებთ, რომ პორტატული გაზი, რაც ყველა მონადირეს გამოადგება, თუ იმის საშუალება არ არის, რომ ცეცხლი დაანთოს. რა თქმა უნდა. დღეს მინდა შეგახსენოთ ხალხო, ან გოგა გვეტყვის უკეთესად, გოგა, რას ვაპირებთ, მოდი ჩვენ მაყურებლებს უთხრათ. რას ვაპირებთ ჩვენ? ეს ტახი ჯერ სად მონადირებულია, იქიდან დავიწყოთ. ეს ტახი არის ინგუშეთში მონადირებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაყურებელს ნანახი აქვს ამ ტახის მონადირების კადრები და ამოჭრა მარლენმა ნეკნები, ასე ვთქვათ, გუშინდელი საღამო ბორჯომში ამყოფა და დაარბილა და ყველას ჩემი მხრიდან გირჩევთ, რომ ნანადირები ერთი ღამე დატოვოთ ხოლმე ბორჯომში, კოკა-კოლაში, ლუდში ყოველთვის არბილებს და თავის პიკანტურ გემოს აძლევს და გადავწყვიტეთ, რომ ასევე ლუდში გავაკეთოთ ჩვენი ტახის ნეკნები. დიახ. და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც ხალხო, რომ ხანდახან ნადირობის დროს, როდესაც გვჭირდება სიტყვაზე, რომ სისხლისგან გამოვანთავისუფლოთ ხოლმე ჩვენი ნანადირები, მოსულა ჩვეულებრივ წყალშიც კი რა. მოდი მაშინ შევუდგეთ საქმეს. აი ესეთი ნეკნები გვაქვს. ბურვაკი იყო დაახლოებით სადღაც 40 კილო იქნებოდა ეს ბურვაკი, 40-45 კილო. მე რომ მკითხო, ყველაზე გემრიელი წონა არის რა. აი 40-დან 50-მდე არც ზედმეტი ქონი აქვს, არც ზედმეტი არაფერი არ აქვს. უბრალოდ ზედმეტი, როგორც მე მიყვარს ხოლმე თქვა, უმად იჭმევა რა, მაგრამ ჩვენ ახლა ამას უმად არ შევჭამთ და ვეცდებით მაყურებელს რაღაც გემრიელი კერძი შევთავაზოთ. აქვე ხაზს გაუსმევ იმასაც, რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველა მონადირეები ვართ და ძალიან ხშირად გვიწევს ხოლმე ნანადირებთან ურთიერთობა. არასოდეს არ ღირს გარისკვა ხალხო, ადგილზე ნუ მიირთმევთ ხორცს, უმჯობესია, ცოტა ხანი მოვითმინოთ, შევამოწმებინოთ ხორცი, სულ რა ჯდება ამის შემოწმება, ბაზარში რომ მიიტანო, შეამოწმებინო. ბაზარში რომ მიიტანო, მე პირადად აი ჩემსას გეტყვი რა, ის პატიოსანი კაცი არაფრის დიდებით ფულს არ მართმევს ხოლმე. ამიტომ ხან კონიაკი მიმაქვს, ხან შამპანიური რაღაცა ელემენტარული პატივისცემის გამოხატვა არის ამ ადამიანის მიმართ რა, რახან თვითონ უკვე ჩამოგვიყალიბდა ის ურთიერთობები, რომ ფულს აღარ მართმევს, მე ვცდილობ, რომ რაღაცა პადაგრევი, როგორც იტყვიან ხოლმე, საჩუქარი. კი ბატონო, მაგრამ ისე მე როგორც ვიცი, სადღაც 15 ლარის 15 ლარის ფარგლებში ჯდება ოფიციალურად, რომ მიიტანოთ ლაბორატორიაში და შეამოწმებინოთ ხორცი და გიღირდეთ. ხალხო, რომ წყნარად იყოთ თქვენს, თქვენი ოჯახის წევრებიც და ის ხალხი, ვისთანაც ერთად აპირებთ მირთმევას. ეხლა მე და შენ მივხედოთ საქმეს, დაუბრუნდეთ კერძს. კარგი, შემოგიყვანეთ. და ვნახოთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ინგუშური ტახი რა გემოს მოგცემს და რა რეცეპტორებს გაეთამაშება რა. მოდი ესე ვქნათ, მე ხორცს მივხედავ შენის ნებართვით. შენ თუ ხელი
არ შეგეშლება ჩემი მე შემიძლია მაგალითად მოგეხმარო რაში ხახვი ნიური კი ბატონო შემოგევლე გადავინაწილოთ ბარემ ხო არ თქვათ მე როგორც ვაპირებთ შენ რაღაც კარგი იდეა გაგიჩნდა ამასთან დაკავშირებით ხო იდეა ესეთი არის მოკლედ რა ვფიქრობთ ესეთი პრინციპით მოვამზადოთ ეს კერძი პირველი მომენტები იქნება ისეთი, რომ შევწვალთ ესე იგი, შევბრაწავთ, ცოტა ხო დავბრაწავთ ხორცს ზევიდან აპკი რო გაიკეთოს. მერე შემდგომ ლუდთან ერთად მოვთუშავთ, რომ ლუდის ასე ვთქვათ არომატები შეიწოვოს. ცოტა ამოქრება კიდევაც ალკოჰოლი, თქვენ ხვდებით ალბათ ამას და შემდგომ დარჩება ზუსტად ის ნაჟური წვენი, რასაც ცალკე გადავიღებთ. კი ბატონო, ნიურში, კი, ამისათვის უკვე მომზადებული გვაქვს ჩვენ კილა ნივრით და ეს ხორცი გააგზელებს თუშვას უკვე ხახვთან, ნიურთან და აი ჩვენ ბულგარულთან ერთად და შემდგომ დავამატებთ ამ ნიურში გაზავებულ ლუდს. ვფიქრობ რაღაცა ზღაპრული გამოგვივა მეგობრებო. დარჩით ჩვენთან არ გადაახვიოთ. მობრძანდი, შემოგევლე, მობრძანდი, კარგ დროს მოხვედი. მოდი, გენაცვალე. ვაჟა მობრძანდი, გენაცვალე. გამორთე მანქანა რა, ხელს ვიშლის ზრავის ხმაური. შეგვიშალო. მიდი გამორთე. აი ხალხს. როგორ ახლა შემოძმავა? ხო ხარ მაგრა. მიდი ზრავი ჩააქრე და მობრძანდი ჩვენთან. ჩაქრებათ, ავიცით. ესე იგი, სადამდე განვითარდა ტექნიკა, თავისით ჩაქრებაო, კაცო. ჩემი ნორშესტი ვერ აკეთებდა ეგეთ რაღაცებს. ინგუშური ტახი ბატონო ჩემო, ნეკნები და გადავწყვიტეთ რომ ლუჩი მოვამზადოთ და დაგემოვნებინოთ. ძალიან კარგი იქნება, კაჯოს მოუშუბო. ზუსტად იმ დროს მოხვედი საქმეს რო ესაკეთებ. ძალიან მიყვარს ეს კაცი, ძალიან მიყვარს ირაკლი საერთოდ. არხი მიყვარს ამათი. და ყველა ჩვენ გამომწერს მოუწოდებ რომ ამ ხალხს უყუროს ჩვენთან ერთად. ძალიან კარგად მომწონს ესეთი რაღაცები, იმიტომ ჭამა მიყვარს კარგი. ყველა ქართულს უყვარს ჭამა და ყველა მონადირეს მე ესე მგონია. მივხედავთ ეხა საქმეს, შემოვაჟა თქვენის ნებართვით. კი ბატონო, დავიკაპიცეთ აგერ მკლავები. შენ ხორცს დაჭრი ალბათ. მე შევეცდა. როგორა? გადასარევი, ყოჩახ, შეგძლებია. იცი, საქმე იცი რა. მაშინ ახლა მე მივხედავ ჩემს საქმეს. გოგა, როგორი მზრუნველი ხარ, ბიჭო, თითქმის გაგირჩევია ეს ხახვიც. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შენ ნაკლებად იშრომო. დაიცადე, მოგაწოდებ ეხავე ნაგვის პარკს. მაქვს, აი აქ შავყრი და მე დაჭრ მწვანილსად ჩაყრი. ოი, მოკლედი რა. ყველა გასმევკურსა. გამოცდილი კულინარი თავს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ესე იგი, შენ რა გეჩქარება ნიორი ჯერ? მე ვთვლი ესეთ რაღაცას, რა რო ხახვი შენ უკვე გამზადებული გაქვს, ნიორი ერთი თავი გამირჩიე. სიმბოლურად რამოდენიმე კბილად ჩაუვდით. იმიტომ რომ ნიორი როგორც ასე გემოსთვის გვაქვს ჩვენ უკვე. მაგრამ სანამ მე რომ მოითუშება ეს ნიორის გემრიელი გახდება. მე დამცხა ამასობაში უნდა შენ შეგვიძლია გაიხადო. ესე იგი, მე როგორც მივხვდი, აქ გვაქვს ახლა ჩვენ ჩაყრილი, ცოტა სვანური მარილი, ცოტა შავი პილპილი, ცოტა ოდენი წითელი ცხარე წიწაკა. კი ბატონო. და კი ბატონო, ეს ყველაფერი რო ახლა სოიოს დავამატებ, ცოტას რომ კონსისტენცია იყოს ისეთი, რომ ხელით კარგად გადაუსვა. როგორ შეგვიძლია იცი რო ქნათ, მაგრამ რომ რამოდენიმე თავად ჩავაგდოთ და რამოდენიმე გიორგიმ ძალიან კარგი აზრი შემოგთავაზა ახლა ჩვენ. გავუკეთოთ პატარა ნახრები პომიდორს მაგალითად, აი ესე, მე ესე წარმოვიდგინე. და პომიდორები ჩაულაგო. პომიდორები თავისი ნიურიანად, აი ნახე როგორი თემა გამოვა. აი. ვა, საინტერესო არის. აი. ძალიან საინტერესო. ეგრე კი არ არის. აი ძმაო. საინტერესო არის. მე მგონი არ იქნება კი, ჩაგილაგე. და კიდე ერთი აზრი მომივიდა და შენი რჩევაც მაინტერესებს რა. მე და შენ ახლა რაზედაც ვილაპარაკეთ, რომ ეს შევზილოთ ხორცი დავამუშავოთ. ეგ არის ხოლმე, როდესაც ღუმელში ვაცხობთ ჩვენ ამ ნეკნებს. ეხლა რატო არ გამოვა? იმიტომ რომ ტაფაზე რო დავდებთ, შეიძლება მიიწვას, შეიძლება უეჭველი მიიწვავს რა. ამიტომ მოდი ჩვენ ეს დავბრაწოთ და ამის გადაზელვას ყოველთვის მოვასწრებთ მე და შენ. დავდოთ ცხიმი, ბევრია რა. ვახ, ბიჭო, ნერწყვი წამომივიდა ხო შენ. აი ეს თუ ცოტაა. მე მგონი კაია. მე მგონი კარგია. კი, მეც ესე მგონია.
არ არის ცუდი, ხო? ბუნებაში მომზადებული საჭმელება ეს სხვა არის. კი ბატონო. ამასობაში შეგვიძლია მწვანილი დავჭრათ მე და შენ. კაი. მოდი მეც დაგეხმარები. კი ბატონო. შენც და ეს ხომ მოგეწონა როგორ ლამაზად გავარ. ძალიან ესთეტიური არის, ნამდვილად მომწონა. ხავხს ხედე ეხა პატუცებულა შენ. არის უფროსო. ესე იგი როგორ მითხარი? ალყა რას ეძახით? ბიჭო, აი რა ვიცი. ზარეულები არ ვიცი ძმაო და აი ესე შუაზე გავჭრა და მე ესე დავჭრა. აი ნახე. ალყა ქვია ამას? კი. ყველაფერი მე უნდა ვასწავლო რა. მეგობრებო, რამდენმა იცოდით რომ ამას ქვია ალყა. გეხვეწებით მითხარი. აი. რა თქმა უნდა, რა ბიჭო, თქმა უნდა. მე მგონია ამას ქვია რგოლებად დაჭრა. და ალყას ვეძახი აი ამას შუაზე რო გაჭრი, აი ეგრე. და მე რო იწყებ დაჭრას. აჰა. არა? აი ბატონო, ვკითხოთ მაყურებელს იქნება და არასწორად ვიცი და ეს ნახევარია. მომავალი გადაცემა მიეწონება შველს. და რატო ესე აქცენტირებულად და რატო ესე მიზანმიმართულად იმასაც გეტყვით ხახნა, რომ ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ შველზე ნადირობა არ შეიძლება. კი, გეთანხმებით ჩვენი კანონმდებლობით შველზე ნადირობა არ შეიძლება. ამისათვის გამოყოფილი ადგილები თუ არა. ჯერჯერობით, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ დაიშვება და კოტები იქნება. ნამდვილად იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ნადირობს შველზე და ძალიან კარგი შემოსავლის წყაროა ქვეყნებისათვის. მაგალითად გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ არის ადგილები ქვეყანაზე, ჩვენ საქართველოში, სადაც მაგალითად ერს მიაჩნია იქ მაცხოვრებელ საზოგადოებას მიაჩნია, რომ შველზე ნადირობა არ შეიძლება. ზოგი რელიგიური თვალსაზრისიდან, ზოგი რაღაცა პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე და ამასაც მივესალმებით ხახნო, რატომაც არა, კი. ყველა მონადირეს, ვისაც ხელ ეწიფება ეს მეურნეობაში იქნება თუ საზღვარგარეთ, შველზე ნადირობა შეუძლია. ეს დიალოგი დიდწილად გამომდინარეობს იქიდან, რომ რამოდენიმე ადამიანმა, სულ 2-3 კაცმა, მაგრამ ცოტა უხეში კომენტარი მოიწერა შულთან დაკავშირებით, ნუ ეს უზრდელები არიან და თქვენი პრობლემაა ბიჭებო და მათი პრობლემა არის, მაგრამ რო წამოვიდა ეს შეშფოთება რომ შველს როგორ კლავთ, თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა რა, შველი არის ჩვეულებრივი სანადირო ობიექტი, არის ჩვეულებრივი თხა. თუ ვინმე არ ნადირობთ, ღმერთმა თქვენ გზაზე გაგიმარჯვეთ, მაგრამ ჩვენ ჭკუას ნუ გვასწავლით, ძალიან გთხოვთ რა და ნურც მოგვიწოდებთ რაღაცა ვაჟაბშაველა გამიხსენეს ამას წინ და აი სასაცილოდ არ მეყო ხა. ვაჟაბშაველა რომელიც მთელი თავისი დღე დამოსწრება შველზე ნადირობდა ფშავის ტყეებში და ოჯახის საკვები ძირითადი რაციონი შველი იყო და კი დაწერა შვილის ნუკრის ნაამბობი სასწაული რამე დაწერა ყველა მაგაზე ვართ გაზრდილები მაგრამ არც სააღდგომო ბატკანმა დაგიშავათ რამე ფიროსმას რო აქვს დახატული გადასარევად მივიწვნით ხოლმე ჩაკრებულში მოკლედ მე მგონი ჩვენი მესიჯი თქვენს მიმართ გასაგები იყო და ზოგადად მოგიწოდებთ რა რამე თუ არ მოგწონთ ეცადეთ რომ ზრდილობის ფარგლებში მოიწეროთ თუ არა და არ გვიყვარს ჩვენს ზრდელობა მაგრამ შეგვიძლია რომ ადეკვატური პასუხი გაგცეთ. კარგი, ჩემო გოგა ეს ლირიული გადახვევა იყო, ასე რომ დავუბრუნდეთ თემას. მოდი შევხედოთ რა ხდება იქ. ზუსტად ის არის რისთვისაც მოვედით. ზუსტად ის არის რაც უნდა იყოს ჩემო მარლენ. ნახე როგორ კარგად დაიბრაცა, ნახე. ჩვენ მონადირეები ყველასათვის ღია ვართ, მობძანდით ხოლმე ჩვენთან ერთად, ინადირეთ ჩვენთან ერთად, მიირთვით ჩვენთან ერთად და ამისათვის რა არის საჭირო გეტყვით რა, მხოლოდ და მხოლოდ გამოწერა, არხის გამოწერა გამოიწერეთ არხი. სუნი როგორი არის? აუ სუნი არის ფანტასტიკური. ჩვენს გიოს უკვე უჭირს მუშაობა. ხო ხორცი ხო არ ვერით ალერგია გაქვს. მე ესე მგონია რომ წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენი მორჩა, რამოდენიმე წუთი დაველოდოთ რომ კიდე კარგად დაიბრაწოს მეორე მხარე. მერე ალბათ უკვე ხახვი, პამიდორი და მანამდე უკვე შეგვიძლია ესეც მე მგონი გადაუსვათ. ხო რა იქნება. ცოტა მინდა ჩავამატო კიდე სოიოს ჩვენი სნებად. კი ბატონო, ცოტა მშრალად გეჩვენება. მშრალად მეჩვენება. ეს გამზადებულია. რა მინდა შეგეკითხო? ეს ორი ჭიქა რატო გიდევს აქ? ხო, აუ რა კარგად გაგახსენდა ეხა შენ ეს ორი ჭიქა ზუსტად დროც იყო და გარემოებაც მოითხოვდაო. წინა საახალწლო დღეები არის მარლენ ჩემო.
ჩემთვის ეგ პერიოდი როდიდან იწყება, იცი? 1 დეკემბრიდან უკვე იწყება. ვაში შემოგული ადრე იწყება. ხო, რა ვქნა, ბიჭო, მიყვარს ახალი წელი ბავშვობიდან რა. მეც ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ჩემი სასაული. ჩემი ოჯახის წევრები სუმეუბნებიან, რომ მამა, ახალ წელზე ის იქნება, ახალ წელზე ეს იქნება, ასე იქნება, ისე იქნება. ანუ იმედის მომცემი არის ზოგადად ახალი წელიწადი ხალხო და მე მინდა სრულიად საქართველოს მონადირეებს გითხრათ ხალხო, რომ მომავალი წელი მინდა ვისურვო ჩვენი ქვეყნისათვის იყოს მშვიდობიანი. იყოს გალაღებული, განათებული, გალამაზებული, ისეთი როგორიც თითოეულს ჩვენთაგანს წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველო რომ გვინდა რომ იყოს რა და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ მონადირეებს განსაკუთრებულად გვჭირდება სიმშვიდე და სილაღე რომ კარგად ვიგზნოთ თავი ჩვენს მოდი ესე ვთქვათ მაშინ რა რახან მონადირეების არხი არის წარმატებული სეზონი უსურვოთ მონადირეებს წარმატებული წელი უსურვოთ და სრულიად საქართველოს მშვიდობა განვითარება და ევროპისკენ მიმავალი ფართე გზა უსურვოთ ჩემო მარლენ. ამითი მე მგონი ყველაფერი რა თქვა მე არის ნამდვილად. გურულები მაინც ჭკვიანი ხალხია რა. მშვიდობას გაუვარდოს რა. მშვიდობიანი ახალი წელი მოგველოცოს, დამდეგს გილოცავთ ბიჭებო, გოგონებო, ყველას ღმერთმა სიყვარულით გადმოგხედოს. ზუსტად მე მგონი ის დრო არის, ეხლა შემოგვევლე რომ იორი ხახვი ლუდი რა ვიცი აი როგორც მე ვფიქრობ რომ ლუდი დავფაროთ ლუდით ხო ჩაიტუშოს კარგად და მე მიცეთ დანარჩენა მიეცი კიდე მიეცი დაფარე არინან ჩვენ გონია რომ სასწაული იქნება შენ რო იცოდე ეს იქნება სასწაული ეჭვი არ მეპარება აი ესე დავაფაროთ და როგორც ვამბობთ ხოლმე, ვათუხთუხოთ და ვათუხთუხოთ. დავაცადოთ. კი ბატონო. და რო ჩაშრება, როგორც შენ თქვი, დიახ. აი შუამდე რომ მივა, მერე გადავაქციოთ მივრიან კილაში და მივცეთ ხახვი, პომიდორი და აგაშენებს ღმერთი. ბულგარული. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. რეკლამას რაც შეეხება, მინდა გითხრათ ხალხო, რომ დაინტერესდა ჩვენი არხით კროკო მედია და ასე რომ ვთქვათ, მოგვაქცია ყურადღება. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კროკო მედიას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკმარისია კროკო მედია ხალხო, გამოგვეხმაურეთ, ვისაც გაქვთ სურვილი გვერდში დაგვიდგეთ. კი ბატონო. აი ესე დიდ ნაჭერებად გირჩევ. გადასარევი აზრია. რომ ზემოდან დავადოთ. შენ გენაცვალე. როცა მოვა ამისი დრო და დანარჩენი მინდა გითხრა რომ შენ გიყვარს უმათ ასე ვთქვათ? კი, ნახევრად მომზადებული მიყვარს. ნახევრად საერთოდ უმათ, რატომაც არა, მივესალმები. მე ძალიან მიყვარს ასევე უმი კარტოფილი. ჭამ თვინმე უმ კარტოფილს, ძალიან გემრიელია და სასარგებლოა. წინგა არ გექნებათ არასდროს. აბა შენ თუ მეტყვი, ეს ბულგარულები მამალი იყო თუ დედალი? არ იცოდი ხო? ამასაც აქვს ეგეთი რამე? როდესაც 4-ია დაბოლოვება, არის მამალი, როდესაც 3 არის დედალი. გოგა? შენ როგორც ახლა პროფესიონალი ამ საკითხისა. რა სიტყვი, ხო არ გადავიღოთ უკვე ეს წვენი? მე უნდა შევიფერო ახლა რომ პროფესიონალი ვარ. მე მგონია ესეთი რამ მალენ რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს წვენი გადავიღოთ, მივცეთ ხახვი, მივცეთ ნიორი, მივცეთ პომიდორი და კიდე ერთი ნახევარი საათი იმასთან ერთად, ხო? და მე დაუბრუნოთ წვენი ნიურში განზავებული. კი ბატონო. მე მგონი ის დრო არის რომ ეს ჩვენი მომზადებული ჯადოსნური соуსი მოვასხათ რა რომ გაუჯდეს ხორცს რა ხო დინა მოგეხმარო? მინდა რომ ტაფა იმას ქნა აწიო. კაი გერაცვე. ტაფას არ ავწევ, მოდი თავსახურს ავწევ. თავსახურს ხო თავსახურში ვიგულისხმე ნუ მეკიდები შენ მე ყველაფერზე რა. ძლივს რაღაცაში გამოგიჭირე რა. აუ ნახე ბიჭო ნახე. უნდა სინჯე რა. სუმევ სინჯავ ხომ. აი ბიჭო ნახე.
დააკვირდი აქა. აჰა. ამას აღარაფერი აღარ უნდა მალენ. აი როგორ ძრება. ხედა. ის დრო არის. ლუდი ჩავამატოთ. რაც დარჩენილი გვაქვს ზემოდან, ეს პამიდორი იქნება ბულგარული თუ მწვანილი იქნება. მიცეთ უკვე. მიცეთ და ამ ხორცს ძმაო, ცოტა ხანში ჭამის მეტი. არაფერი არ უნდა ჩემო მან. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გაჭმევ, ეს ხა არის მზად, всё, ამას ჭამის მეტი არაფერი არ უნდა. აი ნახე, აი ეს უნდა ამოირიოს ეს. და თუ გინდა გადმოგიღებ კედზე, მოგემსახურები. გინდა? აჰა შენი პამიდორი სტრუქტურა რო არ იყოს დარღვეული. აი ასე? კიდევ კარგი რო არ გააფუჭე მთელი საჭმელი რა, კიდევ კარგი. აი რა დღეში ვარ რა. ემსახურები. ცეგ ბეწვზე ხარ გადარჩენილი რა, ბეწვზე ხარ. გეყოფა. წვენი და ბულგარული თუ შეიძლება რა, წითელიც და ყვითელიც. აჰა შენ ნიორი ჯანდაბას. და აჰა შენ ბულგარული. არა, ძალიან პატივში მყავს რა. აი დაუმსახურებელ პატივში მყავს. ეხლა დაჯექი და მიყურე როგორ შევჭამ. ეხლა მე ვიდგები ფეხზე და ისე გიყურებ შენ როგორ ჭამ და მეცაც გეტყვი. აი, ვა ბიჭო მართლა ნახე რა კარგად არის რა. გაგიკვირდება და წვენი აქ რაღაც საოცარი დარწმუნებული ვარ, იმიტომ ისეთი სუნი მოდის. ეხლა ამას როგორც კი დავამთავრებ, მინდა გითხრა რომ მეც შოთის პურს მივეძალები და ჩემი დიეტა წავიდა კუდიგორის გზისკენ. წვენი გემრიელია. ცალსახად. მარილი ხო არ აკლია? არა. მეორე გადაცემა არის უკვე, როდესაც მივდივართ ფინიშისკენ და ვაგემოვნებთ, რომ სტუმარი კაცი მოდის შეკვეთილი, დაბარებული. ღმერთი რჯული ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ და ძალიან მიხარია ეგეთი რამე. როგორია? ძალიან გემრიელია, რის ხორცია? ეს არის ინგუშეთში მონადირებული ბურვაკი. ახალგაზრდა ტახი არის ბურვაკი არის. ტყეპარკში რა საქმიანობდი ახლა, ხედავ რომ ხარისხიანი ფოტოაპარატი ხარ. ფოტოებს ვიღებდი, უბრალოდ ხა ჩიტებს ვიღებდი. დღეს ცოტა ნაკლებია, მაგრამ იხვი შეკვდა. იხვები უფრო ქვემო ტბაზე არიან, კი, აქეთ იშვიათად. ეხლა აქეთ სირამხელა გუნდებმა გამოგვიფრინეს. კი, ბევრია საკმაოდ, აქ ისვენებენ ხოლმე, ხა იქეთას ტბებია გადაღმართულის მხარეს და ძირითადი ისაა გასჩერებელი ვარხვები და ძალიან ბევრი რაღაცები შემხვედრია კი. კაცი რომელსაც უყვარს ბუნება. მადლობა. ვა, რაღაც გამეხარდა ხა, ხო იცი? შორიდან რომ დავინახე ადამიანი რომ მოდიოდა, უკვე გულმა რაღაც სასიხარულო რეჩხი მიყო რა. ცოტა ცხარე ხო არ არის შენთვის? არა. ძალიან გემრიელია. ცოტა შორის პირველ ორჭამ გარეული მართლა? ხო და შეგარგოს. ღვინოს ხო დაგვილევ ერთ ჭიქას? ერთ ჭიქას შეიძლება. ყველაფერი იმას გაუმარჯოს, რაც ადამიანებს სიხარულს გვანიჭებს. რა, მე ხა ძალიან გამეხარდა ეს კაცი რო დავინახე ჩვენსკენ მომავალი და მინდა რომ ჩემი სიხარული გაგიზიარო და გამოგიხადო. ჩვენი გაცნობა მინდა რომ დავლოცოთ. ამ პატიოსანი კაცის თამადობით ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც ასე უცნობი კაცისთვის ხელი ჩამოუთმევია, ლუკმა გაუტეხია და ერთი ჭიქა ღვინო შეუსვავს. რა სიწყი შენ? გაგვიმარჯოს ბიჭებო, კარგად ვიყოთ ერთიანად და ბედნიერად. გაცნობას გაუმარჯოს და მეგობრობის საწინდარი ჩაყრილია, ფული გვაქვს უკვე ერთად ნაჭამი რო ეთქვეა და დანარჩენი ცხოვრება გვაჩვენებს. შემოგივლდა, მაგრად იყავით. გაგიმარჯოთ. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ და კიდევ თუ შეხვდებით სადმე, კაი სადღერძელო გვეთქვა, ჭიქა აგვეციოს ერთად. ამ ხიარულ ნოტაზე დავამშვიდობები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს და ღმერთმა ყველანი სიკეთით ანახოს თქვენი თავი ყოველთვის.